ჩვენ დავპირდენ გაიაფებას და შედეგად ყველაფერი გაძვირდა ამ თვეების განმავლობაში. ფასები იცით რატომ არის ძვირი? იმიტომ რომ ოცნებას უნდა ეგრე. ფასები არის გაზრდილი ხელოვნურად. პირველი მიზეზი რატომაც ქვეყნიდან ქართველები გარბიან, დარწმუნებული ვარ მათ შორის უშუალოდ თქვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თავარი მიზეზი რა არის? ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭი. დღევანდელი აქციით იწყება ჩვენი პოლიტიკური ძალის აქცენტის გადატანა სოციალურ თემებზე. ის პრობლემა, რომელმაც დღეს ჩვენა გამოგვიყვანა, სულ ცოტა 700-800,000 ადამიანს აწუხებს საქართველოში. და ამ ბრძოლაში გეპატიჟებით, რომელიც იქნება გრძელვადიანი პროცესი. მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ იმედი დავკარგოთ. ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ დავსხდეთ და არაფერი ვაკეთოთ. საჭიროა მუშაობა და საჭიროა გეგმის შედგენა. აუცილებლად ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ ბრძოლაში მიიღოთ უშუალო მონაწილეობა. უშუალო მონაწილეობაში იგულისხმება ის, რომ მოხვიდეთ ჩვენთან, ვისაც არ აქვს პირადი კავშირები და დადგეთ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ. მოვითხოვთ შეამციროთ, დააბრუნოთ დენის ტარიფი იმ ნიშნულზე, რომელიც მანამდე არსებობდა. 6 წელზე ძველი მანქანების განბაჟება გააოთხმაგეს და გაახუთმაგეს. ეს გაძვირება უბრალოდ არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მანქანის აკრძალვა. რაც უფრო მეც დავთმობთ და რაც უფრო მეტხანს ვიქნებით უმოქმედოდ, ხელისუფლება უფრო და უფრო მეტს იკადრებს. გვესმის, რომ ეს არის პროცესი, რომელზეც გრძელვადიანი მუშაობა არის საჭირო და გვესმის, რომ განწყობები ეხლა იმედების თვალსაზრისით საზოგადოებაში არის მძიმე და ამიტომ ამაზე იქნება სამუშაო.